ძალიან დიდი მადლობა წარდგენისთვის. დღევანდელი Art Express-ი რასაკვირველია დატვირთულია საინტერესო ამბებით, იქნება ახალი ამბებიც, გავლილიც და ასევე ვისაუბრებთ საინტერესო წიგნის, საინტერესო კინოეკრანიზაციაზე. დაგველოდეთ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით. საღამომშვიდობის კვლავ Art Express-ი პირდაპირ ეთერშია. მე ხათუნა მანაგაძე ვარ და თქვენთან ერთად საუბრობთ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საინტერესო მოვლენებზე. უნებრივია ეს მოვლენები მრავლად გვაქვს, მაგრამ რამდენიმე შესახებ ვისაუბრებთ მხოლოდ, მაგრამ თავიდან მინდა წარმოგიდგინოთ რუბრიკა, რომელსაც დიდი ხანია არ მიუბრუნებივართ. ეს გახლავთ რუბრიკა წიგნის საინტერესო ეკრანიზაცია, უბრალოდ საინტერესო წიგნის საინტერესო ეკრანიზაცია და დღეს საუბრობთ კილიმანჯაროს თოვლიანი მთის შესახებ, მთის, რომლის ირგვლივ უამრავი ლეგენდა არსებობდა მანამ, სანამ ერნესტ ჰემინგუეი თავის შესანიშნავ მოთხრობას დაწერდა და ჰენრი კინგი გადაიღებდა ასევე ძალიან პოპულარულ ფილმს ამ საიდუმლო მთის ირგვლივ არსებული ლეგენდები როგორ მოხდა ზოგადად წიგნში და ფილმში და მოხდა თუ არა საერთოდ ამის შესახებ ვისაუბრებთ თამარ სირაძესთან, ფილოლოგთან ერთად, რომელიც ჩვენი ამ რუბრიკის სტუმარია ხშირად. დიდი მადლობა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მე ვფიქრობ ეს არის ერთი საინტერესო ნაწილი ჩვენი გადაცემის, იმიტომ რომ წიგნი და ფილმი ყოველთვის ურთიერთგანსხვავებული ფენომენი გახლავთ და ამ ორი საწყისის დაახლოება ერთმანეთთან, ერთ ჭრილში მსჯელობა, მე ვფიქრობ საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის. დაგეთანხმებით, განსაკუთრებით კილიმანჯაროს თოვლიან მთას ეხება ეს განსხვავებულობის და მსგავსების გამოკვეთა. დავიწყოთ ალბათ საუბარი ამ ჯერ ნოველის შესახებ და შემდეგ გადავიდეთ მის ეკრანიზაციაზე. ერთ-ერთი ცნობილი ნოველა გახლავთ, ხან მოთხრობას ამბობენ, ხან ნოველას, ერნესტ ჰემინგუეის მოგეხსენებათ ის ოსტატი არის ნოველების, რა თქმა უნდა ცნობილი რომანებიც აქვს, მაგრამ რატომღაც აი ეს ნოველა გამორჩეული არის, იმიტომ რომ ფილმის ეკრანიზაციაც რაღაც გარკვეულ სიახლეებს თავაზობს ნოველასთან დაკავშირებით. ნოველა დაიწერა 1926 წელს. და ამ ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა თავიდანვე, რადგან ეს ეხებოდა ისეთ თემას, რომელიც არის შემოქმედის თემა, მწერლის თემა, მწერლის მდგომარეობა, ან ცხოვრების გარკვეული პერიპეტიები იმ დროს, როდესაც მწერლობა საკმაოდ სახარბიელო საქმედ ითვლებოდა, შეიძლება საკმაოდ შემოსავლიანიც იყო. და სწორედ აი ამ თემას ეხება სინამდვილეში ეს ნოველა. ეს გახლა ჯერ დავიწყებ საუბარს წინა, უფრო სწორად ეპიგრაფით. ჰემინგუეის ძალიან უყვარს ეპიგრაფები თავის ნაწარმოებების დასაწყისში. და ეს გახლავთ ეპიგრაფი მთის შესახებ, კილიმანჯაროს თოვლიანი მთა არის მარად თოვლიანი მთა, ანუ სულ თოვლით არის დაფარულიო და როგორც ამბობენ, ეს არის აფრიკის უმაღლესი მწვერვალიო. და ერთ-ერთ დასავლეთში 700 რაღაც, ხო, 18000-ზე მეტი. და ეს მთა იწოდება როგორც ღმერთების სახლი. იმენაზე, კენიის და ტანზანიის საზღვარზე არის და ღმერთების სახლი ქვია, არის დასავლეთის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი და ამბობენ, რომ იქ არის ჩონჩხად ქცეული ლეოპარდის გვამი ამ თოვლში და არის წარწერა, რომ კაცმა არ იცის რა მაიყვანა ის ამ სიმაღლეზეო. საერთოდ იქ ლეოპარდს არაფერი არ უნდა უნდოდეს, არ არის ლეოპარდი ამ სიმაღლეზე. ამიტომ ასეთი ეპიგრაფის არსებობა უკვე განსაზღვრავს ამ ნოველის მთავარ იდეასაც. მთელი ნოველის განმავლობაში ჩვენ ვეცნობით მწერალს ჰარის, რომელიც
საფარიში იმყოფება, აფრიკაში იმყოფება, მოგზაურობს თავის ეხლანდელ პარტნიორთან ერთად, ქალბატონთან, რომელსაც ჰქვია ჰელენი. რაღაც ავტობიოგრაფიული მომენტი. რა თქმა უნდა, ну, ფაქტობრივად ყველაფერი ავტობიოგრაფიულია ჰემინგუეისთან. და აი ამ ერთ-ერთი, ну, ფაქტობრივად საბოლოო მოგზაურობის დროს ჰარის განგრენა ემართება ფეხზე, განაკაცს არ მიხედავს და შესაბამისად განგრენა ემართება და ის უყურებს სიკვდილს თვალებში და ამ დროის განმავლობაში სანამ ელოდებიან თვითმფრინავს და სანამ ელოდებიან ხო იმას რომ ეს სვავები გაფრინდებიან თუ ძერა არ ვიცი იქ და აფთრები გაიქცევიან იმ ადგილიდან ნუ ელოდებიან ხსნას მაგრამ ჰარი მიცის რომ ის უნდა გარდაიცვალოს და იხსენებს წარსულს ანუ ფაქტობრივად ეს არის ნოველა რომელშიც მწერლის მიერ გახსენებული მისი გამოცდილება არის და ის ურიგდება იმას რომ ტყუილად უცხოვრია იმიტომ რომ მან ვერაფერი ვერ შექმნა ღირებული თავში უტრიალებს 20-ზე მეტი მოთხრობის იდეა შინაარსი თითქოს მაგრამ ის ვერ ახერხებს დაწერას ვერასდროს ვერ მოიცალა ამ ადამიანმა განეხორციელებინა მისი წერლური იდეა და ოცნება და ფაქტობრივად ის კვდება ნაწარმოების ბოლოს მას აქვს გამოცხადება რაღაც ეს ისმრება თითქოს რომ თვითონავი ჩამოვიდა მაგრამ აღმოჩნდება რომ ის სინამდვილეში ზმანებაში არის და განგრენის შედეგად ის იღუპება. ეხლა რა ხდება ფილმში? ფილმში ეს ჰოლივუდის ნაწარმოები არის და რეჟისორი ჰენრი კინგი ფაქტობრივად მიყვება ჰოლივუდის ძირითად კანონებს. ან ეს 50-იანი წლებია, როცა ამ კანონებს ვერავინ ვერ გადაუღია. და ჰოლივუდის მისიაც ის იყო, რომ საზოგადოებისთვის ყოველთვის ჰეპი ენდით დაემთავრებინა ნებისმიერი პრობლემა, ნებისმიერი სიუჟეტი და ამითი ხელი უნდა შეეწყო მას საზოგადოების ფსიქოლოგიურად უფრო გაწონასწორებისათვის. ნუ ეს არც არის გასაკვირი, მაგრამ რატომღაც ეს ფილმი, რომელიც თუ ნოველა არიცი და ისე უყურებს შეიძლება მშვენიერი შთაბეჭდილება დაგრჩეს, მაგრამ დეტალურად თუ დავაკვირდებით, ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი. აი რა არის ისეთი, რაც თქვენი აზრით შეიძლებოდა ფილმშიც ყოფილიყო, როგორც ერთი მნიშვნელოვანი ხაზი? ფილმში ფაქტობრივად რასაც იხსენებს წერალი ჰარი ის მოგონებები არ ჩანს არსად. მას აქვს მოგონებები ნოველაში, ბავშვობის სახლი, ბაბუის სახლი როგორ გადაიწვება. აგონდება როგორ დაინახა, ნუ როგორ შეესწრო იმას, რომ ავსტრიელი ჯარისკაცებით სავსე, ოფიცრებით სავსე მატარებელი ფეთქდება და მას უამრავი რამ ომის თავგადასავალსაც იხსენებს. ასევე აქვს თავგადასავლები მას მთებში, როცა ნადირობდა, ანთხილამურებით სრიალებდა. ერთ-ერთი ყმაწვილი, რომელმაც ქურდი დაიჭირა და შემდეგ მისგან შველას ეთხოვდა, მაგრამ მან გასცა და შერიფს ჩააბარა. ანუ ისეთი ფსიქოლოგიურად დატვირთული მოგონებები აქვს. ის რაც აძლევს სიმძაფრეს რომ ფაქტობრივად ნოველა ამითი სუნთქმულოს, მაგრამ არც ერთი ეს ამბავი არ მოხვდა ფილმში. და ფილმში ახალი პერსონაჟია შემოყვანილი, სინტია, რომლის როლსაც ავა გარდნერი თამაშობს და ფაქტობრივად მთელი მისი მოგონებები ამ ქალბატონის სიყვარულზე არის აგებული. ნოველაში ასე სრულყოფილად არ არის წარმოჩენილი. ნოველაში უბრალოდ ნახსენებია, რომ მას პირველი სიყვარული ვისიც ჰქონდა იმ ქალბატონს წერილი მისწერა, შემდეგ იმოგზაურა სტამბოლშიც, გადადის ანატოლიაში და ასე შემდეგ და მისი იმდროინდელი მეუღლე, როდესაც აღმოაჩენს საპასუხო წერილს იმ შეყვარებულისგან და ამითი თითქოს, ნუ ისინი იჩქუბებენ და ასე შემდეგ, აი ეს არის მხოლოდ არც სინტია არის სახელი ნახსენები, არც ის ბარონესა არა გრაფინია, რომელსაც ის შემდეგ ცოლად მოიყვანს. ფაქტობრივად ნამდვილი ჰოლივუდური ფილმია, რომელმაც შეცვალა ნაწარმოების შინაარსი, ოღონდ რისი თქმა შეიძლება აქ იცით, ის სინტიას ახალი პერსონაჟი, რაც დამატებულია, ის მაინც ჰემინგუეის ნაწარმოებებიდან ამოღებული ქალბატონია, ტიპაჟი არის, იმიტომ რომ ის როდესაც მიატოვებს ჰარის მწერალს, მიყვება მოცეკვავე ესპანელს, ესპანეთში როცა არიან და აი ის სიუჟეტური ხაზი მაინც გაგრძნობინებს, რომ ეს ჰემინგუეის ნაწარმოებია. თუმცა პროცენტულად თუ ხა დავიწყებთ გარკვევას
ბუნებრივად ფილმი გაცილებით მეტ ადამიანს ექნება ნანახი და კილიმანჯაროს თოვლიანი მთა ზუსტად ფილმის ასოციაციას ტოვებს, ვიდრე დაუშვათ ჰემინგუეის ნამდვილად. კი, უბრალოდ ეხლა ვისაც აინტერესებს ჰემინგუეის შემოქმედება შეიძლება კონდეს წაკითხული და ახალთაობა შეიძლება ფილმი არ კონდეს ნანახი, მაგრამ თუ ნახავენ ძალიან კარგი იქნება რომ ამ შედარების საშუალება კონდეთ. და მგონი არც გადაღებულა არ არის სხვა ვერსია ამ ფილმის არ არის და თან ამ ფილმში კიდევ ყურადღება მივაქციოთ რას ნაწარმოებში ასახული ასეთ დეტალებში არ არის საფარის ნადირობა და ეთყობა უფრო მხატვრული φίλმი რო უფრო ლამაზი საყურებელი ყოფილიყო კარგი ეფექტებიც იქნებოდა აქ დამატებული არის რაღაც სიუჟეტები იმ დროისთვის და მოგებაც საკმაოდ კარგი ქონდა აი ბეჰემოთების მთელი გუნდი რომ მიდის მდინარეში და მას მისდევენ სინამდვილეში ნაწარმოებში არის რომ ანტილოპას გამოეკიდება რომ სურათი გადაუყოს აქ ბეჰემოთების გუნდს მისდევს რა სწრაფად მიცურავენ ისინი სანახაობრივად ძალიან კარგი არის და შეიძლება ბევრ რამე დამატებით ინფორმაციასაც იწეოდეს და მაგრამ შემდეგ უკვე იქ გადახტება თითქოს ნუ არ უჯერებს ერი და გადახტება რომ გადაარჩინოს ერთ-ერთი მენავე და ამ დროს ემართება მას ეს განაკაწრი და ასე შემდეგ. ანუ იდეაში ფილმში მისი ყველა საქციელი რაღაცით სათნოებას უკავშირდება. სინამდვილეში ესეთი არ არის ის. ამიტომ არ თითქოს ხასიათით შევცვალეთ იმისთვის, რომ ჰოლივუდისთვის გვიამებინა, რო იტყვიან. და რა თქმა უნდა, დასასრული მენანება, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს პერსონაჟი უნდა გარდაიცვალოს, მაგრამ ჰეპი ენდის შემთხვევაში აქ უფრო ჩანს მისი პარტნიორი ქალის ჰელენის როლი, იმიტომ რომ ის არის ძალიან პირდაპირ ის იბრძვის იმისთვის, რომ გადაარჩინოს მეუღლე თუ პარტნიორი და დასასრულს შემდეგ ის სვავების გაქრებიან, ჰიენაც იყმულებს და გაიქცევა და მოჩანს თვითმფრინავი, რომელიც გადაარჩენს ჰარის. ნუ ძალიან ისეთი მარტივი დასასრული აქვს. რაც მთავარია, მინდა ვთქვა სანამ მოვასწრო, რომ ჰემინგუეის არ მოეწონა ეს ფილმი. ამბობენ, რომ ის ზოგადად ჰემინგუეის არ მოსწონდა ურთიერთობა ჰოლივუდთან. შენ მათ ესური წიგნს, ისინი გესვრიან ფულს, შემდეგ შენ ჯდები მანქანაში და მოკურცლავ იქ, საიდანაც მოხვედი. ანუ ეს არის მისი ურთიერთობა ჰოლივუდთან. და ამ ფილმის შესახებ ამბობდა, რომ ყველაზე კარგი პერსონაჟი და ყველაზე კარგი შემსრულებელი ამ ფილმში იყო ჰიენა. ანუ ჰიენა იგივე აფთარი, რომელიც დადიოდა და დაძრწოდა იქა და ამბობენ, რომ ავა გარდნერთან საუბრისას მან ავა გარდნერს უთხრა, რომ ერთადერთი შენ მომეწონე, მაგდან მკვდარი კატაოდა. ნახან მკვდარი კატა ეგ საერთოდ არ არის, მაგრამ ეთქობა გარდაცულ ნანადირებს ცხოველს გულისხმობდა. ნუ საშინლად არ მოეწონა. უმეტესად ასე ხდება ხოლმე. უბრალოდ ჰემინგუეის გამოხატვის ფორმა იყო ყოველთვის ძალიან პირდაპირ. მაგრამ სამაგეროდ კარგი საქმეც გაუკეთა, იმიტომ რომ ფილმი როგორც ჰოლივუდის ნამუშევარი მაინც საინტერესო და კარგად ორ ოსკარზე იყო წარდგენილი. ერთი ოპერატორული ნამუშევარი და მეორე მხატვრული გაფორმება. ის ზუსტად იმას გაუსვეს ხაზი, რაც ჩამატებულია ფილმში, მაგრამ რაც უფრო ამძაფრებს შესაძლებელია შემდეგ ნოველის აღქმასაც, იმიტომ რომ ფილმის შემდეგ თუ წაიკითხავთ ნოველას, პირიქით უფრო დაუმატებს მას ამ ფერებს, უფრო კარგი აღსაქმელი იქნება თავგადასავალი მწერლისა საფარიზე და მისი ნადირობის ეფექტებიც, მაგრამ დასასრულითაც მოხიბლული დარჩება. ძალიან საინტერესოა, ახლა როგორ ხდება თანამედროვე პირობებში ახალგაზრდებისთვის ამ ყველაფრის მიწოდების ფორმა როგორია? ფილმის ჩვენება ცოტა ისეთი არის უკვე მათთვის ალბათ გარკვეულად ძალიან სპეციფიკური ჩვენება უნდა იყოს 50-იანი წლების კინოს ან თუ გაუშვებენ რომელიმე არხზე, იმიტომ რომ ეხლა უკვე შემოვიდა მოდაში შეიძლება ასე ითქვას ძველი და საინტერესო ფილმების ჩვენება, თუ გაუშვებენ რომელიმე არხზე და უყურებენ დაინტერესდებიან, თუ არა და ვინც ზოგადად ჰემინგუეის შემოქმედებით არის დაკავშირებული, ის აუცილებლად მოიწია ფილმებს, იმიტომ რომ სხვა ფილმებიც არსებობს, ნუ სხვა რომანების მიხედვით, ის ფიესტა მაგალითად და მშვიდობითი არაღო და ასე შემდეგ, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი და პოპულარული ნოველა გახლავთ, რომ თუ კი წაიკითხავენ ნოველას, აუცილებლად ფილმსაც გადაენაცვლებენ. თან მსახიობები არის შესანიშნავი, გრეგორი პეკი და ავა გარდნერი და ამიტომ
მე მგონი რომ ნამდვილად და შეგვიძლია დავასკვნათ ის რომ პრაქტიკულად მიუხედავად იმისა რომ ბევრი შეუსაბამობა ყოველთვის ორივე ღირებულად რჩება იმიტომ რომ ავსებენ ერთმანეთს დიდი მადლობა თამრიკო იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად მე ვფიქრობ ასეთი ტიპის შეხვედრა ჩვენ კიდევ გვექნება რამდენჯერმე იმიტომ ეს არის საკითხი რომელიც ყველასთვის ერთნაირად საინტერესოა დიდი მადლობა ჩვენ საუბრობდით კილიმანჯაროს თოვლიანი მთის შესახებ ჰემინგუეის წიგნის და ჰენრი კინგის ფილმის ვერსიებზე ჩვენთან ერთად იყო ფილოლოგი თამარ სირაძე ვაგრძელებთ გადაცემას გადავდივართ ახლა ჩვენი გადაცემის მუსიკალურ ნაწილზე სულ ახლახან დამთავრდა თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალი ბორჯომში და ამ ფესტივალის დამფუძნებელი პიანისტი თამარ ლიჩელი იქნება ახლა ჩვენთან ერთად საღამომშვიდობის თათა საღამომშვიდობის მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და დიდი მადლობა იმისთვის რომ ეს ფესტივალი ასეთ ფართო მასშტაბებს იღებს და მე ვფიქრობ ყველა ქართველი მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანი გახდა უკვე დიდი ხანია და არა მხოლოდ ქართველი მუსიკოსებისთვის როგორი იყო წელს ფესტივალი და კონკურსი თუ შეიძლება მოგვიყევით დიახ დიდი მადლობა თქვენ რომ ყოველთვის არასდროს არ გავიწყდებათ და ყოველთვის აშუქებთ ფესტივალსა და კონკურსს და ყოველთვის ძალიან მიხარია თქვენთან საუბარი ამასთან დაკავშირებით. ფესტივალი გამორჩეული იყო წელსაც, ყოველი წელი მე ვფიქრობ გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ მართლა ვცდილობთ ხოლმე რომ ჟანრულად იყოს მრავალფეროვანი, იქიდან გამომდინარე რომ თავიდანვე ეს მიმართულება ქონდა ფესტივალს, ბატონი გიზი იყო თვითონ ძალიან ესეთი საინტერესო და მრავალმხრივი ადამიანი ინტერესების სფერო მისი ძალიან ფართო იყო განსაკუთრებით უყვარდა ვოკალური მუსიკა, ამიტომ ვოკალური მუსიკას ძალიან ხშირად არის ხოლმე ფესტივალის ფარგლებში. კიდევ ერთი რამ რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ყოველ წელს ჩამოდიან არაჩვეულებრივი შემსრულებლები საზღვარგარეთიდან, მაგრამ მე განსაკუთრებით მახარებს ხოლმე, როდესაც ჩვენი არაჩვეულებრივი ქართველი შემსრულებლები ჩამოდიან, ის მუსიკოსები, ვისაც ძალიან ღირსეულად გააქვთ ჩვენი ქვეყნის სახელი, უკვე წლებია საქართველოს ფარგლებს გარეთ და მართლა გამოირჩევიან აი თავის საშემსრულებლო სტილით და პროფესიონალიზმით. წელს ორი ასეთი ქართველი შემსრულებელი ჩამოვიდა ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში. ერთი ირმა გიგანი ჩვენთვის ძალიან არელი არაჩვეულებრივი პიანისტი, რომელიც ავსტრიიდან ჩამოვიდა და ფანტასტიკური კონცერტი ჩაატარა, ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი და სოლიდური დიდი პროგრამით კონსერვატორიის დიდ დარბაზში და მეორე ჩემი ბავშვობის მეგობარი და არაჩვეულებრივი პიანისტი ნინო გვეტაძე, რომლის წარმატებები და მნიშვნელოვანი საერთაშორისო მიღწევები შესახებ ყველამ კარგად იცის და არ ჭირდება ნინოს წარდგენა და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მე და ნინო საფორტეპიანო დუეტების კონცერტი ჩავატარეთ. კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩვენ არაერთხელ დაგვეკრავს საზღვარგარეთ დუეტები და ეს საქართველოში პირველად იცით რა ხო იცით აი ზოგადად ანსამბლი როგორი რაღაცა შეიძლება ორი კარგი მუსიკოსი ერთმანეთს შეხვდეს და ანსამბლი არ გამოვიდეს ძალიან ხშირად ხდება ასეთი რამ და აი ნინოსთან რაღაცნაირად პირველივე დღეს როგორც კი აი წლების წინ დაპატიჟეს ჰოლანდიაში კონცერტზე რაღაცა დიდი პროგრამის მომზადება მოგვიხდა უცებ და პირველივე ბგერებიდან ვიგრძენით რომ ძალიან კარგი გამოვიდოდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაფერზე არ დაგჭირვებია მოლაპარაკება რაღაცნაირად ორივე დიდი სიამოვნება მივიღეთ და მე მგონი მსმენელმაც ძალიან სიამოვნება თათა ეს დუეტი ხო არ გააგრძელებს არსებობას უკაცრავად ჩაგეჭერით ლაპარაკში ძალიან საინტერესო აუცილებლად გააგრძელებს და ძალიან საინტერესო რაღაცების შესრულება გვინდა მე და ნინოს ერთად და წელსაც აი არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა იმ პროგრამას რაც ჩვენ დავუკარით ეს იყო ბრამსის სონატა ორი როიალისთვის და სტრავინსკის კურთხეული გაზაფხული ორი როიალისთვის და ესეც ძალიან ისეთი აი
სოლიდური პროგრამა და ძალიან და ამავე დროს ისეთი რომ მუსიკოსმა თუ არა მუსიკოსმა ყველამ დიდი სიამოვნებით მოისმინა. თათა ჟიურის შესახებ მინდა გითხოთ ასევე. ჟიურის შესახებ თუ გადავინაცვლოთ ჯერ ბორჯომში. დიახ, აქვე ვახსენებ მესამე კონცერტს, რომელიც თბილისში ჩატარდა კონსერვატორიის მცირე დარბაზში. ეს გახდათ ჩვენი არაჩვეულებრივი სოპრანოს მეგი ჩიხრაძის კონცერტი ესპანელ პიანისტთან, ფრანჩესკო ბლანკოსთან ერთად და მათ ძალიან საინტერესო ესპანური კამერული ვოკალური მუსიკის კონცერტი შესთავაზეს მსმენელს და რაღაც საკმაოდ ესეთი ახალი და განსხვავებული პროგრამით. ნაკლებად ცნობილი, დიახ. შემდეგ გადავინაცვლეთ ბორჯომში, სადაც დაიწყო ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი და არ ვიცი, ჩემთვის რაღაცნაირად ეს კონკურსი ძალიან ცხადია ხა რომ თქვა რომ მნიშვნელოვანი არაფერი განსაკვირი არ არის, მაგრამ ძალიან ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვებს ეხება ახალგაზრდა, იმიტომ რომ პატარა ასაკიდან დაწყებული, როგორც იცით, არის 6 წლიდან 25 წლამდე. მონაწილეები, სადაც 4 ასაკობრივ კატეგორიად იყოფა და ისეთ ნიჭიერებასთან გვაქვს ხოლმე შეხება ყოველ წელს, რომ ამის გულგრილად დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ჟიურის წევრები მინდა ვახსენო, ჩემთან ერთად იყვნენ ნინო გვეტაძე, ვალერიან შიუკაშვილი, ჩვენი ძალიან საყვარელი და არაჩვეულებრივი პიანისტი და კრაკოვის მუსიკალური აკადემიის პროფესორი გაიუშ კესკა, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან აქტიური შემსრულებელია, ასევე ძალიან ბევრი ჯილდო აქვს მიღებული როგორც პედაგოგს, პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ამიტომ ძალიან კარგად არის ჩახედული აი ამ ახალგაზრდების რეპერტუარში და სპეციფიკაში. აი რა გაჩვენათ კონკურსმა საბოლოოდ? როგორი დასკვნა გააკეთეთ და იყო კატეგორიები როგორც ვიცი, ხო? მხოლოდ დუეტში არ იყო. კონკურსმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა მე პირადად იმაში, რომ აი ეს რაღაცნაირი უწყვეტი ჯაჭვი არის, რაც საქართველოში ხდება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, ახლა ყოველ წელს ტარდება კონკურსი, წარმოიდგინეთ, ეს არ არის დიდი შუალედი იმისთვის, რომ ახალი თაობა წარსდგეს მსმენელის წინაშე და ახალი სახელები გამოჩნდეს, ხო? იმიტომ რომ ყოველწლიური მაინც საკმაოდ პატარა შუალედია და აი ყოველ წელს ვარ აღფრთოვანებული, იმიტომ რომ ჩნდებიან ახალი ბავშვები, რა თქმა უნდა, არიან ისინიც, თქვათ, ვინც წინა წელს სხვა კატეგორიაში გაიმარჯვეს და ახლა ასაკი მოემატა და შემდეგ კატეგორიაში აქვთ მონაწილეობის უფლება, მაგრამ ბევრი იყო ასევე ახალი და ის გაოცებას, რასაც იწვევს, არის ხოლმე ესეთი უწყვეტი ჯაჭვი ამ ნიჭიერების, რომელიც ისე უხვად მოედინება და ცალკე ხაზგასასმელია, რა თქმა უნდა, პედაგოგების ნამუშევარი როგორც თბილისიდან, ისევე სხვადასხვა რეგიონებიდან, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ნამუშევარი გამოაქვთ ხოლმე და ეს აღნიშნა ჩვენ მაინც ვიცით ეს და მუდმივი მონაწილენი ვართ ამისი ქართველები და აი ჩვენმა პოლონელმა სტუმარმაც ეს აღნიშნა და ძალიან მოხიბლული იყო ამ ბავშვებით. აქვე თუ შეიძლება ვისარგებლებ შემთხვევით არ შემიძლია რომ კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, ბორჯომის მუნიციპალიტეტს და სასტუმრო ბორჯომილიკას არ გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა. ასევე მათ, ვინც სპეციალურ პრიზებს აწესებენ ჩვენი ბავშვებისთვის და რაღაცნაირ სტიმულს აძლევენ ამით. ეს არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, რომელიც წლების მანძილზე უკვე აწესებს პრიზს შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, ვალერიან შიუკაშვილი და საქართველოს უნივერსიტეტი და ქალბატონი მარინა ალვედაშვილი, ვინც ჩვენი სასიქადულო პიანისტის ბზია სიმონიშვილის სახელობის პრიზს აწესებს ყოველ წელს. ძალიან დიდი მადლობა თათა, მე მინდა წარმატება ვუსურვო კონკურსის ყველა მონაწილეს, მათი მომავალი საინტერესოდ და ესეთი მნიშვნელოვანი წარმატებებით იქნება აღნიშნული იმედია. თქვენ ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს და მომავალ კონკურსზე კიდევ უფრო საინტერესო მოვლენებს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.
დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობდით თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალ კონკურსის შესახებ და ჩვენი სტუმარი გახლდათ პიანისტი თამარ ლიჩელი. ბრუნდებით სტუდიაში ვაგრძელებთ საუბარს კვლავ მუსიკაზე, მუსიკალურ კულტურაზე და ამჯერად საუბრობთ, მე ვფიქრობ, უნიკალურ მოვლენაზე, ბიჭუნათა გუნდზე, რომლის პრეცედენტი შეიძლება ვცდები, მაგრამ ბათუმში აქამდე არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ასეთი მასშტაბების არ ყოფილა. რამდენიმე წლის წინ რევაზლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ბიჭუნათა გუნდი ჩამოყალიბდა და ქორმაისტერი გელა პადაჭკორია გახლავთ ჩვენთან ერთად. საღამომშვიდობის გელა, დიდი მადლობა. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში გილოცავთ წარმატებას, მორიგ წარმატებას და კიდევ ბევრი წარმატება იქნება. ვიცი და ასევე გილოცავთ საუკეთესო ქორმაისტერის წოდებას, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო და გარდა ამისა არის ჯილდო ზუსტად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც დაიწყეთ მუშაობა. აი მე თქვი დასაწყისში ბიჭუნათა გუნდის პრეცედენტის შესახებ, ეს არის საკმაოდ რთული ორგანიზმი, ერთიანი ორგანიზმი, რომლის შენარჩუნებაც კი ძალიან რთულია, გამომდინარე აი ამ გარკვეული დიახ ბიჭების ასაკის ცვალებადობასთან, ხმის მუტაციასთან და ასე შემდეგ, ყველაფერთან არის დაკავშირებული. აი როგორ მოგივიდათ ეს იდეა აზრად, როგორ მოგივიდათ რა, აი როგორ დაიწყო ამაზე მუშაობა და როგორ წავიდა ყველაფერი აი ესეთი მნიშვნელოვანი გზით. პატარა ექსკურსს გავაკეთებ თუ შეიძლება. 3 წელი გავა, აი სულ მალე გავა 3 წელი, რაც არსებობს რევაზლაღიძის სამუსიკო სკოლის ბიჭუნათა გუნდი. მე აი ვსარგებლობ თქვენი ეთერით და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო რევაზლაღიძის სამუსიკო სკოლას, მის დირექტორს, ჩვენს მეგობარს, ქალბატონ ნატალია ორაგველიძე, ბრწყინვალე დირექტორს და ასევე ბრწყინვალე მენეჯერს, ქალბატონ ნატო წადება ბრწყინვალე მენეჯერი. წლების წინ ერთმანეთს შეხვდით მე და ნატალია და გელაო გოგონათა გუნდი ყავსო ჩვენო და იცით და ჩაგეჭრებით და აი გუშინ წინ, აი 2 დღის წინ გოგონათა გუნდი მონაწილეობას ხებულობდა ქალაქ იტალიაში, ქალაქ რიმინიში აი საგუნდო მსოფლიო საგუნდო კონკურსზე აი სადაც ორ კატეგორიაში უფროს და უფროს კატეგორიაში ორივეს პირველი ადგილი აიღო. მე აი ვსარგებლობ თქვენი ეთერი და ულოცავ გუნდს, ულოცავ ბრწყინვალე ქორმაისტერს, ჩვენს მეგობარს, ჩვენს კოლეგას, მაგრამ ათეთაეშვილს ასე ბრწყინვალე გამოსვლას და მრავალი წარმატებები მინდა ვუსურვო. და დაუბრუნდები მე და ნატოს დიალოგს და გელა ხوار შექმნათო აი ბიჭუნათა გუნდიო, ჩემი ის არისო, აი თქვენი ბიჭები. აგერა ჩვენ მერცხლებია. მე შევარქვი, მაგრამ ჩვენი მერცხლები. ძალიან მომეწონა ეს იდეა და ნატო მითხრა რომ ჩემი აი ოცნება არისო რომ ბიჭუნათა გუნდის და რაღაცნაირად აი ფთა რაღაც შეესხა აი ამას ყველაფერს და რამოდენიმე კვირაში უკვე დავიწყეთ ჩვენ. ახალი ნაკადიც იყო უკვე მოსული რევაზლაღიძის სამუსიკო სკოლაში, მხოლოდ ბიჭუნები, მეც მამაკაცი და ავირჩიეთ კონცერტმაისტერი ჩვენი, ისე მამაკაცი, ჩვენი ვახო კონცელიძე. ბრწყინვალე პიანისტი, კარგი პიროვნება. დავიწყეთ 25 ბიჭი დავიწყეთ ეს ჩვენ ნელ-ნელა და უბრალოდ ახლა აი თქვენ კარგად ბრძანეთ ხათუნა რომ აი ძალიან ფაქისი დამოკიდებულება უნდა ბიჭუნათა ხმები არის რამოდენიმე თვეში უკვე აი ბიჭუნათა ხმები მოგეხსენებათ ეს ბუნებრივი პროცესია უკვე მიდის ხორხის გაძვალება მუტაციის პერიოდი თუ ბიჭი მაღალი ხმები მაგალითად თუ მღეროდნენ მეორე ოქტავის მი ბემოლ ფას ფალცეტით ლამაზად გავიდა თვეები და ბიჭები მცირე ოქტავაში უკვე ჩამოვიდნენ და მიუხედავად სირთულეებისა გადავლახეთ აი ეს ბარიერი ცვლა მოდიოდა ახალი თაობა რო მოდიოდა აი შემდეგ ის დაბანებული ბიჭები აი ესე ვთქვათ გადადიოდნენ დაბალ ხმებში. თუმცა უზარმაზარი გამოცდილებაა პარალელურად. დიახ, ძალიან დიდი გამოცდილებაა და პლუს აი როგორც ქორმაისტერი მე წლების განმავლობაში პრაქტიკოსი დირიჟორი ვარ, მოგეხსენებათ და
აი ბიჭუნებთან, ბავშვებთან, ახლა გოგონებთან და ბიჭუნებთან, მაგრამ აი ბიჭუნებთან ძალიან ფაქიზია მუშაობა, რომ არასწორი სიმღერა და არასწორი რაღაც ნიუანსის აღებით შეიძლება სავალალო შედეგი მიიღოს ბავშვმა, ხო საქმოაპარატზე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ესე საქმე არ გქონია, მივდივართ ლამაზად, მივდივართ ნელისულით და სხვათა შორის მე კი ვთქვი საუკეთესო ქორმაისტერის წოდება მოგილოცეთ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში და საერთოდ ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში რამდენად დიდია საგუნდო კულტურის მნიშვნელობა და როგორ აფასებენ ისინი ამ კულტურას, აქედან გამომდინარე უკვე ვილნიუსში მიღებული ეს წოდება და გუნდის ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მე ვფიქრობ აჩვენებს. ერთხმად აღიარეს სხვათა შორის, ერთხმად აღიარეს, რომ აი ჩვენ მაინც ჩtildeოეთის მხარე ვართ თუ რაღაც ცივი ბგერა მაინც ახლა მუსიკალურად ხო და ერთბაშად აღიარა აი ჟიურის ყველა წევრმა რომ საქართველოსდან ბიჭუნათა გუნდი ულაპარაკოთ არავითარი რაღაც შეფერხებები არც ჟიურის წევს არ ქონია დაგვატყვევა თქვენმა ემოციამ, გუნდის ემოციურობა. თან ეს ემოციურობა, როცა გუნდშია და ერთიანია. აი რა მინდოდა მე თქვა, ეს კონკურსი თავისთავად მნიშვნელოვანია და ბევრჯერ მოგილოცავთ და ყველგან მოგილოცავენ, მაგრამ მაინც ალბათ მაყურებლისთვის საინტერესოა უშუალოდ ბიჭების გუნდთან მუშაობის პროცესი, აი დაუშვათ რეპერტუარის მიმართულებით. როგორ ხდება რეპერტუარის მნიშვნელობა? რამდენად ადვილია? არ არის ადვილი, აი საერთოდ არ არის ადვილი. აი ჩვენი პირველი ჩვენი რეპერტუარში პირველი ნაწარმოები იყო კაჩინი ვავილოვის ავე მარია. ის ზუსტად ის ფერები, ის ტონალობა, ის ფერები ზუსტად მიესადაგებოდა აი ბიჭუნათა გუნდის ხმებს. ის დისკანტებიც იყო ის დაბალი, უბრალოდ მე ასე ვთქვათ, ცოტა ვითავხედესავით და ხმებში გავშალე უბრალოდ, ცოტა გავამდიდრეთ ეს ყველაფერი. და ზუსტად უნიკალური შესრულება იყო აი პირველ ეტაპზე როგორც იყო და გავიდა წლები და აი უკვე გაუჭირდა აი ბიჭუნებს აი ავე მარიას აი შესრულება და იმედი მაქვს რომ ჩვენ ისევ დაუბრუნდებით აი მაგალტონალურ უკვე ახალი სიხარულა ისევ რომ წელს პირველ კლასელები რევაზ ლაგედეს ამუსიკო სკოლაში ბიჭების ნაკადემობიდან ენრაოდენობით მე მელოდება, აი ეხლა ჩვენ შაბათ-კვირას გვაქვს, ყოველ შაბათ-კვირას რეპეტიცია, მელოდება 8 პირველ კლასელი და იმეც ვიტოვებ, რომ 8 ბიჭიდან 6 მაინც პირველი ხმა იქნება. აი ამ რეპერტუართან დაკავშირებით გასაგებია რომ მარტო ავე მარიათი არ შემოვარგლებოდით თავისთავად ხადი ვიცი რომ დიდი რეპერტუარი გაქვთ ქართული ნაწარმოებები თუ არის და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებების გამოყენება თუ შეიძლება აი ეხლა ეს უბრალოდ იმ ეტაპზე ვართ ჩვენ რომ აი აკაპელებიც უკვე დავიწყეთ მოგესალმებათ აკაპელების შესრულება აკაპელას გუნდის შესრულება მისი სპეციფიკა და მისი რთულები აქვს. დავიწყეთ და ჩაუშვით ჩემი სურვილი იყო ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი საბოდიშო ბატონებო. 2-3 შევასრულეთ ჩვენ ეს რამოდენიმე კონცერტზე, ბიჭებმა ძალიან კარგად დაძლია, მაგრამ მაინც გამომდინარე დიაპაზონიდან, მაინც ცოტა რაღაც ტრანსპორტი გავუკეთეთ ნაწარმოებს, რომ იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ფიზიკურად, აი ამ სიმღერა. ჩვენი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები იყო, რომელიც ძალიან მიესადაგებოდა აი ბიჭუნათა გუნდს, რევაზ ლაღიძის ჰერიო ბიჭებო, ჰერიო რო არის ბიჭებო ცნობილი, ძალიან უყვართ რეპერტუარში, ჩვენ გვაქვს ეს რეპერტუარი, ძალიან უყვართ ბიჭუნათა ბიჭებს აი ეს გუნდი და არ არსებობს კონცერტი, გამოსვლა ჩვენ ეს ნაწარმოები ყოველთვის გვაქვს რეპერტუარში. ძალიან მნიშვნელოვანია და უკაცრავად და ეხლა ნელ-ნელა მინდა აი შევაპარო უბრალოდ რომ რაღაც სავარჯიშოების ხრივ და უკვე თანამედროვე ქართული მუსიკა მაქვს განზრახული, რომ აი ჩაფიქრებული, რომ ესეთი პატარა თანამედროვე მუსიკა, გინდი იოსებ კეჭაყმაძის არის,
კინდ ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებებია ესე რომ შეიძლება რომ აი ძალიან საინტერესო კიდე ერთი დეტალი ბიჭებია მაინც და უნდა მოიყვანო ამდენი ადამიანი ერთად რეპეტიციაზე რა სიხშირით მუშაობთ და როგორ უძლებენ ამ პროცესს და როგორ უყვარდებათ აი ეს პროცესი აი ეს თავარი არის ესეთ ბიჭებს ისე მოწონთ აი არ მინდა გამომივიდეს რაღაც სხვანაირად რომ ისე მოწონთ და ისე უყვართ ისე შეიყვარეს აი საგუნდო ჟანრი საგუნდო მუსიკა პლუს მისი დირიჟორის ჩათვლით ძალიან უყვარვარ ვიცი და გზნობ ამას ყველა ფეხის ნაბიჯს ეს რამდენად მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ მუსიკის სწავლა და არ არის მხოლოდ სიმღერა აქ ყალიბდება ძალიან ბევრი უნარი რომელიც ადამიანად აყალიბებს საბოლოოდ კარგ ადამიანებად ჩვენ გვაქვს რეპეტიციები აი შიგადახში გვსაუბრობთ ჩვენ საქართველოზე, ჩვენს კუთხეებზე, ჩვენს გმირებზე, ჩვენს ადაწესებზე. გვაქვს ბიჭებიც მისვამენ ძალიან ხშირ შეკითხვებს და ჩვენ რაღაც გამოდის მეგობრობთ უკვე ჩვენ აი ამაში და რასაკის ხალხია გუნდში? ჩვენი გუნდი საშუალო ასაკი მაინც აი ესე მერყეობს 8-9 წლიდან 14 წლამდე. აი ესეც ძალიან საინტერესოა მცირეა ასაკით მცირეა მაგრამ ისე წამოვისადნენ ბიჭები 14 წლის ბიჭები მე თვითონ ძალიან იმათ უყურებ ძალიან მაღლები არიან და გონიათ ყველას რომ ეს მე-11 კლასელები არიან არა და 13-14 წლის ბიჭები არიან და აი მუშაობის პროცესი როგორ ხდება ხა პირველ კლასელებთან მუშაობა მე 8-9 წლის ბიჭებთან რომლებაც ნოტების კითხვა არ იციან ჯერ კარგად აი როგორ ახერხებთ ამას ახალბედებთან მუშაობ ინდივიდუალურად, ჯგუფურად მუშაობ. კი არის შრომატევადია, მაგრამ სხვანაირად შეერთების პროცესი მე სხვა. კი, უკვე იქ უკვე ნავარდობ. ბიჭებსაც უხარიათ ეს ყველაფერი და ბიჭები თითქმის ყველა კითხულობს ნოტიდან. მე ამ ძალიან გახარებული და ძალიან წინ მიდის ეს ყველაფერი, რომ ბიჭი რო დაიდობს, რო დაურიგებ მაგალითად აი საგუნდო პარტიას ლამაზად კარგად ყოველგვარი დაბკოლების გარეშე მუშაობენ და ტენდენცია შეიმჩნევა რომ არა კიდევ აი დაგვემატა ბიჭები რომლებიც არ სწავლობენ ჩვენთან მაგრამ ზუსტად მეკითხა თუ არის ამის საშუალება მე იმდენად დიდი იყო ეს სიყვარული ის მოწოდება ეს ბიჭუნებთან ურთიერთობა უბრალოდ არ ქონდა უფლება არც მე, არც ქალბატონ ნატალიას რომ არ იგვეთქო უბრალოდ. ეს ძალიან ძალიან და პირიქით უნდა იყოს ღია ყველასთვის კარი, ვისაც კი სურვილი ეხება. აუცილებლად აიფსარგებლოთ კიდევ. კონტაქტი ზოგად საგანმანათლებლო საჯარო სკოლებთან თუ შეიძლება რაღაცნაირად პოპულარიზაცია ამ გუნდის რომ იქნებ მეტი ადამიანი წამოვიდეს და და არის იცით აი უბრალოდ აი ჩვენ რეკლამა არ გაგვიკეთებია. არის მუსიკალური სკოლები რომელიც რეკლამას უკეთებს აი თქვათ არის ჩვენთან გუნდი მობრძანდით ამ და ასე. ხალხი არ გაკლიათ, მაგრამ აი. დიახ და საკმაოდ მოდიან. 25 ბიჭი მყავს, ეხლა ბიჭუნა არის 25 პლუს დაემატება კიდევ ახალწვეული 8 ბიჭი, საკმაოდ ძალა არის და საკმაოდ დიდი გუნდია. და მთავარია აი პირველი ეტაპი ქვია მაინც აი ხა თუ ამას რომ აი პირველი 2-3 წელი მაინც მოთელვის პერიოდია, რთულია. და იქნება უკვე ჯგუფები, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულება ექნება. იგივე, უკაცრავად, იგივე სიტუაცია არის მაგდას გოგოლათა გუნდთან. 4 თაობა არის უკვე დიახ. 4 თაობა სითვლის უკვე და ძალიან სასიხარულოა და ძალიან მისასალმებელია ეს. და ბოლოს მინდა კითხოთ მომავალი, აი რა როგორ რასაპირებთ უახლოეს ხანებში? ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ ახალ რეპერტუარზე მომავალი აი ახლა ამ კვირაში გვექნება რეპეტიციები, ჩვენ ახალი რეპერტუარზე უნდა ვიმუშაოთ, დავიწყოთ უნდა როგორც გითხარით აკაპელებზე მუშაობა და მთავარი რომ ჩვენ რეპერტუარში გვაქვს ერთ-ერთი ფრანგული ფილმი გუნდის მომღერლები ასე ბიჭუნებზე ძალიან ცნობილი ფილმია ბრუნეკულეს მუსიკა არის გამოყენებული რომელიც გადაგვისვრის
გადაგვისწავლეს 40-იან წლებში, წინა საუკუნის 40-იან წლებში, პანსიონში აი ეს ძნელად ახსაზრდელ ბავშვებს. დიახ, ძნელად ახსაზრდელ ბავშვებთან, მაგრამ ჯვარი წერია, ჩემბიჭები არ არიან ესეთები, ძალიან საყვარლები არიან. მუსიკა ყველასთან ერთნაირია, მაგრამ. დიახ, და აი ისევ და ისევ დაუბრუნდები ჩვენს მენეჯერს, დირექტორს ქალბატონ ნატალიას, დაგვირდა, ბიჭებს დაპირდა, რომ ამ წელიწადში უნდა გავაკეთოთ აი იმ ფილმიდან ცნობილი გუნდის, რომელიც ჩვენ გვაქვს რეპერტუარში, პატარა კლიპის ჩაწერა გვინდა. ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა წარმატებები გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო ხალხი გავაცანით ჩვენს მაყურებელს. ვეცდები რომ ცოტა უფრო კარგად და უფრო ღრმად გავეცნოთ მომავალში თქვენი გუნდის და მაგდას თქვენი გუნდების, სკოლის გუნდების რეპერტუარს და შემოქმედებას ცოტა სხვა მიმართულებითაც წარმოვაჩენთ ალბათ მალე. დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენთან ერთად. წარმატება თქვენს გუნდს, თქვენს პროფესიულ საქმიანობას. ჩვენი სტუმარი გახდათ ქორმაისტერი გელა ვადაჭკორია. ჩვენ საუბრობდით ბიჭუნათა გუნდის სპეციფიკის შესახებ. ახლა კი წარმოგიდგენთ ანა ვაშაყმაძის მორიგ საინტერესო რეპორტაჟს უფიცის გალერეის შესახებ. მე კი გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე საუკეთესო სურვილებით. 465 წლის წინ იტალიაში ფლორენციის მმართველმა კოზიმო პირველი მედიჩიმ ქალაქის ყველა ადმინისტრაციული სამსახურის გაერთიანება ერთ ვრცელ სასახლეში მოინდომა. ერთი შეხედვით რთულად განსახორციელებელი პროექტის სისრულეში მოსაყვანად ხელოვანი ჯორჯო ვაზარი მოიწვია და 1560 წელს უფიცის მშენებლობა დაიწყო. სახელწოდება შემთხვევითი არ არის. უფიცი ოფისს ნიშნავს. მშენებლობა 20 წელიწადი მიმდინარეობდა. ჯორჯო ვაზარის გარდაცვალების შემდეგ სამუშაო მისმა მოსწავლე ბერნარდო ბუონტალენტიმ გადაიბარა და გალერეა სისრულეში მოიყვანა. ოფიციალურ გახსნამდე ჯერ კიდევ 1575 წელს მედიჩებმა მუზეუმის ჩამოყალიბება დაიწყეს, რომელიც ძირითადად მათი საოჯახო კოლექციისგან შედგებოდა. თავდაპირველად ეს იყო უნივერსალური მუზეუმი იარაღით, სამეცნიერო ასტრონომიული ხელსაწყოებით, ძვირფასი ქვებით და ქანდაკებებით. დღეს კი უფიცის გალერეა იტალიური რენესანსის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს ინახავს. ეს არის ადგილი, სადაც ტიციანის, ლეონარდო და ვინჩისა და ჯოტოს სტილოებია გამოფენილი. აქვეა ბოტიჩელის ვენერას დაბადებაც. 45 დარბაზი 100.000-მდე ნამუშევარს ინახავს. მე-16-მე-17 საუკუნეებში ერთი დარბაზი სრულად დაეთმო რუკებს, რომელიც ასახავდა მედიჩების გავლენების არეალს ფლორენციაში, სიენასა და კუნძულ ელბას ტერიტორიაზე. გალერეაში ასევეა გამოყოფილი ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია ნახევრად ძვირფასი ქვების შთამბეჭდავი მოზაიკები. მედიჩების დინასტიის დასასრულის შემდეგ უფიცის გალერეამ მთლიანობა დინასტიის უკანასკნელი მემკვიდრის ანა მარია ლუიზა დე მედიჩის წყალობით შეინარჩუნა. მან ყველაფერზე უარი თქვა, ერთადერთის შესანარჩუნებლად და ეს უფიცი იყო. უზარმაზარი კოლექციის გამო გალერეიდან ზოგიერთი ნამუშევარი ფლორენციის სხვადასხვა მუზეუმში გადაიტანეს. მე-20 საუკუნის მიწურულს გაფართოების სამუშაოები დაიწყო და რის შედეგადაც 2006 წელს დამატებით 6000 კვადრატული მეტრის საგამოფენო სივრცე შეიქმნა. თუ რატომ გახდა წლების განმავლობაში გალერეის გაფართოებაზე მუშაობა საჭირო, სულ რამდენიმე წლის წინანდელი სტატისტიკაც მოწმობს. 2016 წელს უფიცს 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, რითაც ის იტალიაში ყველაზე მონახულებად სამხატვრო გალერეად იქცა. ადგილზე მისული დამთვალიერებელი 5 საათიან რიგშიც კი იდგა.